მოგესალმებით. დღეს ჩვენს წინაშეა ერთი საკმაოდ ვრცელი და სიმართლე გითხრათ, მწვავე წყარო, თეოფილე მალაქიას მონოლოგი. ეს ტექსტი სავსეა კრიტიკით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი ხელმძღვანელობის მიმართ. დიახ. ჩვენი ამოცანაა დღეს, რომ ამ ტექსტიდან ამოვკრიფოთ მთავარი იდეები, ბრალდებები და ის ალტერნატიული ხედვაც, რასაც ავტორი გვთავაზობს. კი ბატონო. როგორც ყოველთვის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ ჩვენ მხოლოდ გადმოვცემთ წყაროში ასახულ შეხედულებებს, ანუ არ ვაძლევთ პირად შეფასებას და არც რომელიმე მხარის პოზიციას ვიზიარებთ. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია ანალიზი, მხოლოდ მოწოდებულ მასალაზე დაყრდნობით. ვნახოთ, რა დგას ამ კრიტიკის უკან, რა კონკრეტული პრეტენზიები ისმის და როგორია ავტორისეული რწმენის მოდელი. მოდით ჩაუღრმავდეთ. დავიწყოთ ზოგადი სურათით. როგორ ახასიათებს ეს წყარო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას როგორც ინსტიტუტს? აი რა შტაბ-ეჭდილება იქმნება. წყაროს მიხედვით ეკლესია წარმოჩენილია, არაუბრალოდ რელიგიურ ორგანიზაციად, არამედ ძალიან ძლიერ თითქმის ყოვლისშემძლე სტრუქტურად. ყოვლისშემძლე. დიახ. ავტორი საკმაოდ თამამ შედარებას აკეთებს, ამბობს, რომ მისი გავლენა საბჭოთა კგბ-საც კი აღემატებაო. ეს მისი სიტყვებია. უწოდებს მას პოლიტიკურ რელიგიურ სტრუქტურას და იყენებს, საკმაოდ მკაცრ ეპითეტებს. მაგალითად, შიოლაშვილის ბანდა, შავი პარტია, ჭირის პარტია, ეს ტერმინები პირდაპირ წყაროდან არის. გასაგებია. ანუ აქცენტი კეთდება არა მხოლოდ რელიგიურ ასპექტზე, ხომ? უფრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ძალაუფლებაზეც. დიახ, ზუსტად. საუბარია ეკლესიის ჩართულობაზე ბიზნესში, რასაც წყარო სინდიკატს უწოდებს და განსაკუთრებით მის უზარმაზარ პოლიტიკურ გავლენაზე. პოლიტიკურ გავლენაზე. კი, მონოლოგში არის მტკიცება, რომ რეალური ძალაუფლების ცენტრი თურმე არა პარლამენტი, არამედ საპატრიარქოა. საპატრიარქო. დიახ, სადაც თითქოს და კანონები იწერება და პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება. ავტორი პირდაპირ ამტკიცებს, რომ დეპუტატებსაც კი იბარებენ იქ საპატრიარქოში. იბარებენ. რისთვის? როგორც წყარო ამბობს, ამოწმებენ, ცდილობენ მათ გადაბირებას, ამ პირიქით დევნას უწყობენ თუ ისინი ეკლესიისთვის მიუღებელი არიან. ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა უკვე. პოლიტიკურ სისტემაში ჩარევაზე ვსაუბრობთ ფაქტობრივად. ნამდვილად. კიდევ რა მექანიზმებს ახსენებს წყარო ამ გავლენის შესანარჩუნებლად? ნახსენებია ერთგვარი შიდა უშიშროების სამსახურის არსებობაც ეკლესიის შიგნით. საინტერესოა. ასევე საუბარია სოციალურ ქსელებში აქტიურ ჯგუფებზე, ვისაც ავტორი დაგეშილ ხალხს უწოდებს. დაგეშილ ხალხს? კი, რომლებიც მისი თქმით მედია ომს აწარმოებენ ეკლესიის კრიტიკოსების წინააღმდეგ. და საინტერესო, როგორ ხატავს ავტორი ამ ინსტიტუტის შიშებსაც. ამტკიცებს, რომ ეკლესიას ეშინია პარლამენტში ანტირელიგიური ჯგუფის მოხვედრის. რატომ ეშინია? ამიტომ, რომ თითქოს და ეს გამოიწვევს დაფინანსების შეწყვეტას და ეკლესიის გავლენის შესუსტებას. ეს რა თქმა უნდა ხაზს უსვამს იმ პოლიტიკური ძალაუფლების დონეს, რომელსაც ავტორი მიეწერს ამ ინსტიტუტს. გასაგებია, ინსტიტუციური კრიტიკის ეს ხაზი, მაგრამ წყაროს ავტორი, როგორც ვიცით, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს თავად ეკლესიის მეთაორზე, პატრიარქ ილია მეორეზე. დიახ, ნამდვილად. რა კონკრეტული ბრალდებები ისმის მის მიმართ, როგორც ავტორი მოიხსენიებს შიოლაშვილის მიმართ? მართალი ხართ, კრიტიკის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ პატრიარქს უკავშირდება. პირველ რიგში, წყარო პირდაპირ ამტკიცებს, რომ ის კრემლის მიერ არის დანიშნული. კრემლის მიერ? კი. იყენებს ტერმინს პოლკოვნიკი და აცხადებს, რომ ის კომუნისტური რეჟიმის მიერ არის გაწვრთნილი, ტრეინინგ ატარებული და, ციტატა რომ მოვიყვანო, შემოგდებული საქართველოში ჩვენს გასაუბედროებლად. ეს ძალიან პირდაპირი და, რა თქმა უნდა, მძიმე ბრალდებაა. ეჭქვეშ აყენებენ მის ტიტულებსაც, უწმინდესი და უნეტარესი. ტიტულებსაც? კი, ავტორი ამტკიცებს, რომ ეს ტიტულები მას საბჭოთა ცეკა მაჩუქაო. გარდა ამისა, არის მტკითხება, რომ მისი პატრიარქობის, თითქმის 40 წლიან პერიოდში ქვეყანამ კურთხევა ვერ მიიღო, საქართველო არაყვავებულაო. პირიქითო ალბათ. პირიქით. ავტორის სიტყვებით აგვაწიოკეს. ეს პირდაპირ უკავშირებს ქვეყნის მდგომარეობას პატრიარქის მოღვაწეობას, მისი გადმოსახედიდან. საინტერესოა, წყაროში კიდევ ერთი დეტალია ნახსენები, პატრიარქის ეროვნული წარმომავლობის საკითხი. როგორ არის ეს წარმოდგენილი? დიახ, ესეც კიდევ ერთი კრიტიკული ხაზია. პრობლემურად არის წარმოჩენილი მისი ოსური წარმომავლობა.
ოღონდ აქ ხაზგასმულია, რომ პრობლემა თავად ეროვნება კი არ არის. აბა რა არის? არამედ ის, რომ ავტორის მტკიცებით არაქართველი მართავს ქართულ ეკლესიას და ამასთანავე თითქოს მალავს თავის ნამდვილ ფესვებს. ანუ დამალვაშია პრობლემა. კი, ეს უკავშირდება უფრო ფართო იდეას, რომელსაც ავტორი ავითარებს. თითქოს ეკლესიას არაქართველები აკართველებენ. წყარო ამბობს, რომ პატრიარქს ღიად უნდა ეთქვა თავისი წარმომავლობის შესახებ და ვარაუდობს, რომ ამის აღიარების შემთხვევაში ქართველები მას პოსტიდან წასვლას მოსთხოვდნენ. ესეც, რა თქმა უნდა, საკმაოდ სპეკულაციური მოსაზრებაა წყაროში. რა თქმა უნდა, სპეკულაციური, მაგრამ მკაფიოდ გამოთქმული. ეს საკმაოდ მძიმე ბრალდებებია, ხედავთ როგორც ინსტიტუტის, ისე მისი ხელმძღვანელის მიმართ. აი საინტერესოა, რას ამბობს წყარო რიგით მორწმუნეებზე, მრევლზე, როგორ ახასიათებს მათ და რა იდეალს უპირისპირებს. მრევლის დახასიათებაც, საკმაოდ ნეგატიურია ამ წყაროში. ისინი აღწერილნი არიან როგორც აგრესიული ჯგუფი. ავტორი იყენებს ისეთ გამონათქვამებს, როგორიცაა ცოფიანი ძაღლები, რელიგიური ზონდერები. საკმაოდ მძაფრი ეპითეტებია. ნამდვილად. ასევე ისინი წარმოჩენილნი არიან როგორც მანიპულირებული, გონებადაბინდული და დაუფიქრებელი მასა. გამოთაყვანებული, საცოდავები, ეს მისივე სიტყვებია. ხაზგასმულია მათი სავარაუდო მონაწილეობა ონლაინ დაპირისპირებებში, იმ მედია ომში, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. ანუ სოციალურ ქსელებშია საუბარი. კი. სადაც ავტორის თქმით შემოვარდებიან და გინება მიდის. და ამის საპირისპიროდ როგორია იდეალური მორწმუნე ავტორის ხედვით? აი ეს ნეგატიური სურათი მკვეთრად უპირისპირდება ავტორის მოწოდებას აქტიური მოაზროვნე მორწმუნეებისადმი. იდეალური მორწმუნე მისი აზრით ის არის, ვინც უშუალოდ ბიბლიას ეყრდნობა, კრიტიკულად აზროვნებს, ანუ ფიქრობს. დიახ, და ეკლესიიდან გამოდის აღფრთოვანებული სულით და ხორცით და ინტელექტუალურად. და არა გაბრუებული. აქ ისმება კითხვა, რომელსაც წყარო სვამს, თუმცა პასუხს თავისებურად სცემს. რა კავშირშია ინსტიტუციური რელიგია მრევლის კრიტიკული აზროვნების დონესთან? საინტერესო კითხვაა. ავტორი ასევე წუხს იმაზე, რომ ხალხი არ არის ერთსულოვანი და არ მიყვება ეკლესიის კრიტიკოსებს. მაგალითად, ახსენებს ვასილ კობახიძეს და ამბობს, რომ ხალხს ასეთი მხილების ტიპები არ მოსწონს. აი, აქ უკვე გადავდივართ ძალიან საინტერესო ნაწილზე. როგორც ჩანს, ავტორი მხოლოდ კრიტიკით არ შემოიფარგლება. ხო? არამედ გვთავაზობს რაღაც ალტერნატიულ გზას, ალტერნატიულ ქრისტიანობას. როგორია ეს ალტერნატივა წყაროს მიხედვით? დიახ, ნამდვილად. კრიტიკის პარალელურად ის საკუთარ ხედვას წარმოადგენს. მისი აზრით, საჭიროა რწმენის, ასე ვთქვათ, რადიკალური გამარტივება და პირდაპირ ბიბლიაზე დაფუძნება. გამარტივება? კი. ძირითადი გზავნილია იწამე იესო და გადარჩები. იკითხე ფსალმუნები. ამ ხედვით მაგალითად უარყოფილია გრანდიოზული მდიდრული ტაძრების მშენებლობა. ავტორი მათ მუზეუმებს, რეზიდენციებს უწოდებს და კითხულობს, რატომ იხარჯება ამაში რა ქვეყანა ფული. ანუ აქცენტი გარეგნული ფორმებიდან უფრო შინაარსზე, სულიერებაზე გადადეს. რიტუალებასა და მისტიციზმს რა ადგილი უყავია ამ მოდელში? რიტუალებისა და მისტიციზმის მნიშვნელობაც ფაქტობრივად უარყოფილია. ავტორი ამბობს, რომ თაძარს მისტიური დანიშნულება აქვს საქართველოში, თორე ევროპაში არაო. და რას თავაზობს სანაცვლოდ? ამის ნაცვლად აქცენტი კეთდება საზოგადოების შეკრებაზე. ის განმარტავს, რომ ბერძნულად ეკლესია სწორედ შესაკრებელს ნიშნავს, ცოცხალი ადამიანების ერთობლიობას. ანუ მნიშვნელოვანი აქტიური სოციალური ცხოვრება, სადაც მორწმუნეები ერთად იკრიბებიან. შეკრება, ანუ საზოგადოება. დიახ. ავტორი აღნიშნავს, რომ ამ შეკრებებზე ყველას, განურჩევლად პროფესიისა, იქნება ის ზეინკალი თუ პროფესორი, ევალება კვირაში ერთხელ ქადაგების მოსმენა. ოღონდ ხას უსვამს, რომ ეს არა ძალად უნდა ხდებოდეს. ახსენებს თუ არა რაიმე კონკრეტულ მოდელებს, აი როგორ შეიძლება ეს პრაქტიკაში განხორციელდეს.
ის მაგალითად იშველიებს პროტესტანტულ მოდელებს საზმარგარეთ. აღწერს უბრალო შენობებს, შეიძლება ნაქირავები იყოს ან ახლად აშენებული, კარგად გამართული ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით. ანუ ფუნქციონალური სივრცეები. ზუსტად, ამ სივრცეებში ხალხი იკრიბება, ერთად სწავლობს ბიბლიას, აღნიშნავს, რომ ბავშვებისთვის ცალკე მასწავლებლები არიან, რომლებიც მათთვის გასაგებ ენაზე პრიმიტიულად ყვებიან ბიბლიურ ისტორიებს. მთავარი აქცენტი კეთდება ბიბლიის ღრმაცოდნის აუცილებლობაზე. ღრმაცოდნის, ანუ არა მხოლოდ წაკითხვის. არა მხოლოდ ტექსტის კითხვაზე, არამედ ისტორიული კონტექსტის, ქრონოლოგიის, გეოგრაფიის მაგალითად, რუკების გამოყენებით და დამატებითი ლიტერატურის შესწავლაზე. ესე იგი, ზედაპირულ შეიძლება ითქვას რიტუალური რწმენას უპირისპირდება ბიბლიის ინტელექტუალური და ისტორიული გააზრების მოთხოვნა. ზუსტად. ის აკრიტიკებს ზოგად უცოდინურებას, როცა ადამიანებს მისი თქმით, ბიბლიაც რომ წაკითხული არა აქვთ და არაფერი არ იციან. მოყავს მაგალითი, რომ ზაქარიას წიგნის კითხვისას ვერაფერს გაიგებ, თუ არ იცი ისტორიული ფონი, ეპოქა, ქრონოლოგია. ანუ ცოდნაა მთავარი. კი, ეს ცოდნაზე დაფუძნებული მიდგომა უპირისპირდება იმას, რასაც ის პოლიტიკოსების მოჩვენებით რწმენას უწოდებს. ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ დიდ სანთელს დაიჭერს. იხსენებს მაგალითს სააკაშვილი, 2 მეტრიანი სანთლით რომ დადიოდაო. ეს ყველაფერი მისი აზრით შინაარსისგან დაცლილი ფორმალობაა. ძალიან საინტერესოა. ავტორი საკუთარ თავს რადიკალს უწოდებს. ეს საკმაოდ ძლიერი თვითაღწერაა, რას გულისხმობს ის ამაში. და რა არის ძირითადი დოქტრინალური უთანხმოებები, რომლებზეც წყარო საუბრობს? დიახ, ის ღიად აცხადებს, მე ვარ რადიკალი. ამ კონტექსტში, როგორც თავად განმარტავს, რადიკალიზმი ნიშნავს ბიბლიისადმი, ასე თქვათ, უკომპრომისო ერთგულებას და მის პირდაპირ სიტყვა-სიტყვით გაგებას. კი. ეს მოიცავს ბიბლიური სასწაულების რეალურობის რწმენას, მაგალითად, მკვდრის გაცოცხლება, ენების სასწაულით ალაპარაკება, ასევე ქრისტეს ღვთაებრიობას, სულიწმინდით დაიბადა და სამყაროს 6 დღეში შექმნის პირდაპირ გაგებას. და რას უარყოფს ეს რადიკალური პოზიცია? აი, სად გადის მთავარი დოქტრინალური ზღვარი? ძირითადი დოქტრინალური უარყოფა მიმართულია მართლმადიდებლური და ასევე კათოლიკური სწავლების წინააღმდეგ. ავტორი ამტკიცებს, რომ ეს სწავლებები არაბიბლიურიაო, ძირშივე ეწინააღმდეგება მთავარ თემებს ბიბლიაში და შესაბამისად ადამიანს ხსნისგან აშორებს. ხსნისგან აშორებს. დიახ, მისი კატეგორიული მტკიცებით, მართლმადიდებლობით ქართველი ერი 64-ში ვერ შევა. ეს ძალიან მკაცრი განცხადებაა. ნამდვილად. ასევე ის უარყოფს სამღვდელოების ინსტიტუტს, როგორც ასეთს. ამტკიცებს, რომ იესო ქრისტემ გააუქმა, მღვდელმთავრად დასახა თავის თავი. ანუ, პრობლემა არა ცალკეულ მღვდლებშია, არამედ თავად სისტემაშია, მისი აზრით. კი, ზუსტად. ის უარყოფს კარგი მღვდელი ცუდი მღვდლის გარჩევის შესაძლებლობას, ან თუნდაც საჭიროებას. ამბობს, ერთ ტაფაში ვამწყდევ ყველას, იმიტომ რომ პრობლემა თავად დოქტრინაშია და არა ცალკეულ პიროვნებებში. ანუ, დოქტრინაა მთავარი სამიზნე. დიახ, ხაზს უსვავს. მე არ ვეხები მორალს, მღვდლების მორალზე მე არ ვლაპარაკობ, სწავლებას ვეხები. ამასთან უარყოფს ყველანაირ ცრურწმენას, მკითხაობას, კარტი, ასტროლოგია, ხირომანტია, ცუდ თვალს და მსგავს მოვლენებს. საინტერესო დეტალია, რომ სიტყვა სექტასაც ახსენებს. კი, და მას პოზიტიურ განმარტებას აძლევს, როგორც სატანასა და წუთისოფლისგან გამოყოფილი ადამიანი და ამბობს, დიახ, მე სექტანტი ვარ. თუ ამას უფრო ფართო სურათში ჩავსვამთ, წყარო წარმოგვიდგენს ძალიან მკვეთრ არჩევანს. ან ბიბლიური ჭეშმარიტება მისი გაგებით, ან ინსტიტუციური რელიგია, რომელსაც ის ყალბს უწოდებს. ეს დოქტრინალური ნაწილი ნამდვილად ბევრ ამას ხსნის მის პოზიციაში. საუბარში ავტორი პირად გამოცდილებებსაც ახსენებს, ხომ? ერთზოთ, ჯგუფის ემიგრაციაზე და მის მიმართ სავარაუდო დევნაზე, რას გვიყვება ამის შესახებ წყარო. დიახ, ის იყენებს პირადი გამოცდილების მაგალითებს თავისი არგუმენტების გასამყარებლად. საუბრობს ემიგრაციის ერთ ეპიზოდზე, როდესაც 32 ადამიანი, მათ შორის თავადაც, 4-5 წლით თურქეთში წავიდა. თან ჰქონდათ, როგორც ამბობს, $13,000. და რისი მაგალითია ეს ისტორია? ამ ისტორიას ის მოჰყავს როგორც ერთსულოვნების მაგალითი, რომელმაც კონკრეტულ მიზანს საზღვარგარეთ გასვლას მიაღწია.
თუმცა იქვე აზუსტებს, რომ ეს ერთობა მხოლოდ ამ კონკრეტულ მიზანზე იყო ორიენტირებული. ანუ საზღვარგარეთ გასვლის სურვილი ამოძრავებდა ყველას და არა აუცილებლად ღრმა საერთო ქრისტიანული რწმენა. ამბობს, ერთსულოვანი არავინ არ ყოფილა ქრისტეს სიყვარულშიო. ესე იგი, ეს ერთსულოვნება მიზნის მიღწევისთანავე დასრულდა. დიახ, ავტორი აღნიშნავს, რომ როგორც კი მიზანს მიაღწიეს და საზღვარგარეთ გასვლის საშუალება მიეცათ, ეს ერთობა დაიშალა და ყველამ აირჩია თავისი გზა. ეს მაგალითი, როგორც ჩანს, იმის საილუსტრაციოდაც გამოიყენება, თუ რამდენად რთულია ჭეშმარიტი რწმენაზე დაფუძნებული ერთობის მიღწევა. და მეორე პირადი ნარატივი, დევნაზე. დიახ, მეორე მნიშვნელოვანი პირადი ნარატივი ეხება დევნას. ავტორი დეტალურად აღწერს მის წინააღმდეგ მიმართულ მისი თქმით კამპანიას, მედია ომი, მუდმივი ცილის წამება სოციალურ ქსელებში, ინტერნეტში, ტელევიზიითაც კი. რა სახის ბრალდებებზეა საუბარი? საკმაოდ სერიოზულ რაღაცებს ახსენებს, ხო? კი, ძალიან. ის ამბობს, რომ აბრალებენ უკიდურესად მძიმე დანაშაულებს, პედოფილიას, არასრულწლოვანი ცოლების ყოლას, ფულის გამოძალვას, სექსუალურ ძალადობას, მისი სიტყვებით ყველაფერი მომაწებეს. და რას ამბობს? ვინ დგას ამის უკან? ის ამტკიცებს, რომ ამ ბრალდებების მიზანია მისი დისკრედიტაცია განსაკუთრებით ახალგაზრდობის თვალში, რათა მათ არ მოусმინონ მის ქადაგებებს. ამ კამპანიის უკან კი მისი მტკიცებით დგას ეკლესიის მიერ მართული მექანიზმი. საინტერესოა მისი რეაქცია ამ სავარაუდო დევნაზე. როგორ რეაგირებს? ამბობს, რომ ეს მას ასუსტებს. ის აცხადებს, რომ ეს მას აძლიერებს. პირიქით უფრო ძლიერდები, ბრძოლის ჟინს მიღვიძებსო ამბობს. და იმასაც ამბობს, რომ ქება და აღიარება მას უფრო მეტად გააფუჭებდა. ესეც მისი პიროვნების და მისი ის აღქმის ნაწილია, როგორც ეს წყაროდან ჩანს. მაშასე ჩვენ საკმაოდ დეტალურად განვიხილეთ ამ ერთი, მაგრამ ნამდვილად მდიდარი და კონფლიქტური წყაროს შინაარსი. დიახ. ვნახეთ ინსტიტუტის ხელმძღვანელობის მრევლის მწვავე კრიტიკა, ვნახეთ დოქტრინალური უთანხმოებები და ამასთან ერთად ალტერნატიული ხედვაც ბიბლიაზე დაფუძნებული, აქტიური, ინდივიდუალური და ავტორისვე სიტყვით რადიკალური რწმენის მოდელი. ხო, ასევე შევეხეთ პირად ნარატივებს, რომლებიც ამ ხედვას მისთვის ამყარებს. ეს იყო ერთი ინდივიდის პერსპექტივა, მისი ბრძოლა და მისი ხედვა. საინტერესოა, როგორ წარმოაჩენს ის რწმენას, როგორც ღრმად პირადულ ტექსტზე, ანუ ბიბლიაზე დაფუძნებულ ვალდებულებას. და ეს ვალდებულება მისი გადმოსახედიდან აუცილებლად კონფლიქტში მოდის დამკვიდრებულ სტრუქტურებთან. დიახ, აუცილებლად მოდის წინააღმდეგობაში დამკვიდრებულ რელიგიურ სტრუქტურებთან, ტრადიციებთან და ხშირად საზოგადოებრივ ნორმებთანაც კი. ის ხაზუსვამს იმ ბიბლიურ ციტატას, სადაც 2 ან 3 შეიკრიბება ჩემი სახელით, მეც იქავარო. ანუ ადგილს არ აქვს მნიშვნელობა. ფაქტობრივად ამით უარყოფს კონკრეტული შენობების ან გეოგრაფიული ადგილების, იქნება ეს იერუსალემი თუ სამების ტაძარი, განსაკუთრებულ სიწმინდეს ახალ აღთქმაში ძველი აღთქმისგან განსხვავებით. და ბოლოს, როგორც ყოველთვის, ერთი საფიქრალი თქვენთვის, ჩვენი მსმენელისთვის, რომელიც ამ მასალიდან გამომდინარეობს, კი ბატონო, ეს წყარო ვფიქრობ გვაფიქრებს ფუნდამენტურ კითხვაზე, რომელიც რელიგიის ისტორიაში მუდმივად ისმის სხვადასხვა ფორმით. სად არის ჭეშმარიტი რწმენა? არის ის ინსტიტუტებში, საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ტრადიციებსა და რიტუალებში, აი იმ მისტიურ რელიგიაში, რომელსაც ავტორი აკრიტიკებს, თუ ის მხოლოდ წმინდა წერილის ინდივიდუალურ, შესაძლოა როგორც ვნახეთ, რადიკალურ გაგებასა და პირად ერთგულებაშია. თუნდაც ეს გზა მიდიოდეს ინსტიტუციურ კონფლიქტამდე, საზოგადოებისგან გაუცხოებამდე, დევნამდე და სექტანტის იარლიყამდე. ეს არის არჩევანი, რომელსაც ეს კონკრეტული წყარო ძალიან მკაფიოდ წარმოგვიდგენს.